ბარაბანი არ გვინდა, ყველაფერი ხელით შევასრულოთ. აუ რა, ჯერ არ მოგისმენია? როგორ კაც საქართველოში ცხოვრობდეს, ჯერ არ მოგისმენია? აბა მაშინ მოусმინე ამას. დუქცგდა. Bizinam, nigga zinzina, chori lelma bizinam, chwen ma bizinam, magrum nigga zinzina, chori lelma bizinam. ხა თქვენ მუსიკალურად გაუნათლებელო ხალხო, ეს რაღაცა ბერას პროდუქტი არ გეგონოთ რა. ეს არის სუფთა ბიზნეს პროდუქტი, ბიზნეს შესრულება, აი ამ ბაუბაბების ხეებში რო გაისეირნებს, მე წაკუზული არიან ესენი, ასე ამშვენობა აქ ახლა იქ ვინ იქნება წაკუზული ყავს და იმას ასრულებს. მე ახლა ურტყამს ესე, შესრულების მანერა რაღაცა ისე არ არის რა. დოზე რო უბრაგუნებენ და რაღაცა. შესრულების მანერა ეს როგორ აიცი? როგორც ესპანელი ასრულებს, აი მაგალითად ფლამენგოს სტილს, ხო? აი თითთან ასე როგორ არის, ის ნაზავია რა, ეს სერიოზული კომპოზიტური ნოვაციაა რა, აი ურტყამ ხეს და თან თითს ათამაშებს. რა, ასე, ეს ბიზნეს სტილია, ასე თელი დუცუგდა, უნდა ბიზნა, უნდა წაათამაშო, გამიგე? გამოიხიზლებს მითი სტაფილოს წვენით და გაივლის ამ ბაუბაბების ალეაში, ასე დიდი ხეივანი რო არის. რომელ ტრაქსაც უნდა წამოარტყამს ხელს ბიზნა და ეტყვის დუქცუგდა და ამხელა კულტურა ეს. ახლა ის კი არა, რა ქვია, ეს ჩამპალი ესპანელები გადაცმული სარაპეები, მექსიკური სარაპეებით და გიტარებით რო უბერავენ ამ ფლამენგოს, ასე როგონია რა დაოსტატებული არიან იმაში, რა ქვია, თითით შესრულებაში. რა კაცი ბიჭო, ნიჩეს გაეჯიბრა ფილოსოფიაში აჯობა და ესპანელებს ვერ აჯობებს და ფლამენგოს შესრულებაში. თქვენ უნიჭებთ, თქვენ მუსიკალურად გაუნათლებლებთ, თქვენ რომელი მიმდინარეობა გინდა დაადევთ ხელი ბიზნა რო არ იცნობდეს. და პოეზია მოგისმენია? ლიტერატურა მოგისმენია? პროზა მოგისმენია? ახალგაზრდა მაცდური გარეგნობის კოლექტორი ქალები მონდომებით ლოკავენ ჩემს ყრილ გაპარსულ ხვერებს, ახალგაზრდა მომხიბლავი გარეგნობის უმცროსი რედაქტორი ქალები 4-ნი, 5-ნი ან 6-ნი ერთად ვნებიავენ და ყლაპავენ ჩემს გაფრიქინებულ ჟოლოს ფერყლეს, ახალგაზრდა გამომაყლევებელი გარეგნობის დამკაბადონებელი ქალები ნაზად უსმევენ ბას ვარდის ფერენებს ჩემს გიგანტურ მეწამულ ყლის თავს. მუსიკა რა არის და პროზა და ლიტერატურა და პოეზია, აჰა, ყველა ბიზნესია მაგი. ყველას უკან დგას ბიზნესი და ბიზნა აფინანსებს ყველას. აცაში არ შეგეშალოს და აფიქრდი. რატო კითხულობ სერვანტეს, წაიკითხე ბიზნა. რატო უსმენ სეგოვიას, მოусმინე ბიზნას. ბახი, ბეთჰოვენი ისინი რა გინდა? ბიზნას მოусმინე, ბერას მოусმინე. შენ თუ პატრიოტი კაცი ხარ, დუცუგდა. წეთამაშ თითით. რას ნიშნავს? ამხელა ისა ბედნიერება, რომ აგერ ხიზი რასახარ, წაკუზულია მეგეპარება, აგერ ბიზნა დუცუგდა, გეტყვის. უგეშინია ბიზნა ვარ. და მუსიკას რო შეიგრძნო ბოლომდე. ქვედატანიდან. ბედნიერესი მიღწევა, აი მაგალითად ტკბები რა, აი ამას რო უყურებ საქართველოს ტელევიზიით, ხვდები რა დონეზე განვითარებული ვართ ჩვენ როგორც ერი და როგორც სახელმწიფო ვაფშე რა. მარტო ერი, ჯერ სახელმწიფო ვითარდება საქართველოში და მე მატარებლივით ჩაბმული ყავს ის ვაგონები და მიათხრებს ამ ჩვენ ერს, ეს განვითარებული სახელმწიფო მიათხრებს ამ განუვითარებელ ერს. რა თქვი ახლა ჩვენ ცეკვები რო გვაქვს რაღაცა ხანჯლური და დანური და სისულელეები რაღაცა დაისი რო გვაქვს და რა თქვი ჩვენი კულტურა, ჩვენი ეროვნული კულტურა არის ეს დუქცუგდა. ოსა და პროეზია, ახლა მე გალაქტიონს არ უსმენ იქ ისეთი პოეტები არიან დეისაძეები და ისინი აი სტელენტერენდი გრანელები და ლადუა სათიანები და ეგენი. ბიზნა დგას ყველაფრის უკან, ბიზნა არის მთავარი ღერძი. რო არის ნათქვამი რა. არქიმედეს უთქვამს თავის დროზე მომეცი ბერკეტი და დედამიწას გადავაბრუნე. ბიზნეს ესია რა, ბერკეტია ყველაფრის ამ ქვეყანას.
დემოკრატიის ბერკეტი ხო, პოლიტიკის ბერკეტი ხო, ლიტერატურის ბერკეტი ხო და მუსიკის მიმდინარეობის შემქმნელი ხო. ის რო არის, აგერ საფრანგეთში დიდი პიანისტი როა, მე პოლიტიკოსად რო გახადა. პიანისტი საოცარი ეხლა კაცო. ახლა რო შეეკითხო, ბეთჰოვენი ჯობია თუ ბერა ჯობია, გეტყვის რომ ბერა ჯობია. აი მაგან უკვე იგრძნო ქვევიდან ბიძინას მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც თქვენ დუცკდა. აბა, კარბატონო ელისო. ითო თქვით, მოგწონთ თუ არა ბიძინას კომპოზიციები. გამოფხიზდი ჩემო უნიჭოერო. პატივი ეცი ბატონ ბიძინას და პატივი ეცი იმას, რასაც ის აკეთებს შენთვის. და შენი სულიერი განვითარებისთვის შენ რო ეს არ იცი რა თქმა უნდა. და საიდანაც ხალი ქრო და იქიდან მიგეპარე და მეგეპარე კი არა. წაკუზული უნდა იყო ბიძინას ხეივანში, ბაუბაბების ხეივანში და უნდა ელოდე იმას, როდის მოვლია და გიზანე. დუცკდა, უნდა რიტმით ან უნდა კონდეს, უნდა შეინარჩუნო, რომ განაყოფიერდე ამათი პოლიტიკური სპერმით. და მოირწყა და გაღვივდე მე აბა, რა არის? მადლობა უნდა თქვა, რომ რაღაცა არ გაჩნდი სხვა რომელიმე ქვეყანაში და საქართველოს შვილი ხარ, მადლობელი უნდა იყო და ბიძინა გმართავ შენ კიდე. აქამდეც კი ყოლია საქართველოს ხო, მაგრამ ასე ბედნიერი არ ყოფილა ერი. ილიამ რო დაწერა რა, ჩვენ ერში დაწერა და ილიამ დაწერა თა, ბედნიერი ერი რა. ირონიების მიღმა, კარგად წავიკითხოთ ქართველებო, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის მართლა სადმე ერი? არა, ძმაო, ბედნიერესი ერი. ჯერ სადავარ, ჩვენ კიდე მეტსაც მოვითმენთ და უფრო მაგრათაც გავბედნიერდებით და უფრო ბედნიერი ვიქნებით, ვიდრე ამას ილია წარმოიდგენდა.